კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი სინგაპურში გრძელდება. პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ქართულმა მხარემ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოს სინგაპურის ფინანსური ტექნოლოგიების სასტიპენდიო პროგრამის შექმნას ითვალისწინებს. ამასთან პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ჩანგი Airport International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, სადაც ირაკლი კობახიძემ საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას. მთავრობის მეთაურსა და ქვეყნის დელეგაციის ვიზიტს სინგაპურში ნუცა კოროშინაძე აშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა, გისმენთ. ქეთი, დღევანდელი დღე საქართველოს დელეგაციამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და იმ პოტენციალზე სასაუბროდ გამოიყენა, რომელიც საქართველოს გააჩნია. მათ შორის 30-მდე უმსხვილესი ფინტექ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გარემოზე და იმ კლიმატზე, რომელიც საქართველოს თავაზობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ასევე ხაზგასმით აღინიშნა თუ რატომ არის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისათვის ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი. ამას კი რამდენიმე კომპონენტი განაპირობებს, მათ შორის გახლავთ ის მოქნილი საგადასახადო სისტემა, რასაც საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თავაზობს და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა. დღეს ქართულმა მედიამ პირადად მოვისმინეთ საერთაშორისო ინვესტორებისაგან დადებითი შეფასებები საქართველოს ეკონომიკისადმი. მათი განცხადებით, ისინი ყველას ურჩევენ თავისუფლად აკეთონ საქართველოში ბიზნესი. რაც შეეხება ფინტექ კომპანიებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფინტექ კომპანიებს წარმომადგენლებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც სასტიპენდიო პროგრამის შექმნას ითვალისწინებს, ანუ შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისწავლონ სინგაპურში და ასევე დასაქმდნენ იმ სინგაპურულ კომპანიებში, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ქონდა შესაძლებლობა, ქონოდა შეხვედრა წამყვან ფინტექ კომპანიებთან, ადგილობრივ და ფაქტობრივად გლობალურ ფინტექ კომპანიებთან, რომლებთაც წარუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები. ამავდროულად ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია. შეიძლება ასეც ითქვას, ანაკლის ხრმაწლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დაანონსა. საქართველო წარმოუდგენლად დინამიკური ადგილია. ჩვენი პერსპექტივიდან ვხედავთ, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო იხსნება, ხოლო რეგულაციები სულ უფრო მკაფიო და გასაგები ხდება. ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსური მომსახურების სექტორს, რომელსაც მე წარმოვადგენ. შესაბამისად, რაც უფრო ნათელი და პროგნოზირებადი ხდება გარემო, მით უფრო ნაყოფიერი ხდება ის ახალი კაპიტალის შემოსვლისთვის. როდესაც ვესწრებით ასეთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს, იქნება ეს ინვესტორებთან, პრემიერ-მინისტრთან თუ დელეგაციასთან, აშკარაა, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ რეალურად ვხედავთ, როგორ აისახება ეს პოლიტიკაში, რეგულაციებში, კაპიტალის ფორმირებასა და ქვეყანაში განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებში. ამიტომ ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. მე ვურჩევდი ყველას, ვინც ცენტრალურ აზიაში საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს, რომ საქართველო ძალიან ძლიერი კანდიდატია იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ღირს დაწყება. ჩემი აზრით, ის რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ისევე როგორც ეკონომიკის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ შესანიშნავად წარმოაჩენს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო მრავალი წლის განმავლობაში მიაღწია. ჩემი შეხედულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრმა ადამიანმა არ იცის იმ წარმატებული განვითარების შესახებ, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც გავაკეთებდი, არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატების ისტორია, ადამიანური კაპიტალის განვითარების წარმატების ისტორია და ასევე ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მზარდი მნიშვნელობის ისტორია ბევრად უფრო ფართოდ უნდა გაჟღერდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურსა და აზიის სხვა ქვეყნებში, რადგან ეს მართლაც გამორჩეული ისტორიაა. როგორც საუბრის დროსაც აღვნიშნე, მე უამრავ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის განვითარების გზასა და იმ პროცესს შორის, რომელსაც საქართველო თხის გადის. ჩემი აზრით, ეს არის მცირე ქვეყნები, რომლებიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ვიდრე მათი ზომიდან შეიძლება ვივარაუდოთ. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორ
პარტნიორობა დავიწყეთ, რათა ერთობლივად განგვეხორციელებინა პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ამ ინიციატივის მიზანია ყურადღების გამახვილება იმ დიდ ინოვაციებსა და ნიჭზე, რომელიც არსებობს საქართველოში, ასევე მთლიანად შუა დერეფნის რაიონში, რადგან ჩვენ საქართველოსა და სინგაპურს შორის ბევრ მსგავსებას ვხედავთ. ორივე ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ცენტრს უფრო ფართო რეგიონისთვის და სწორედ აქ არის უდიდესი შესაძლებლობა. სინგაპურის მსგავსად საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ჰაბი. ასევე როგორც სინგაპურმა შეძლო ბიზნესების ნიჭიერი ადამიანებისა და ტექნოლოგიების მოზიდვა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს სწორედ აქ განთავსდნენ და შემდეგ მთელი რეგიონი მოიცვან. ზუსტად იმავე პროცესს ვხედავთ დღეს საქართველოშიც. პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ოქტომბერში ვატარებთ და ვიწვევთ ყველას, როგორც რეგიონიდან, ისე საქართველოდან, რათა ერთად შევიკრიბოთ თბილისის ფინანსურ სამიტზე. დღესვე მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ჩანგის აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ტრაფიკის ზრდის დინამიკაზე. მათ შორის საუბარი შეეხო საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმ მსხვილ პროექტებს, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. ჩანგის აეროპორტი მართვის გლობალურად ლიდერი კომპანიაა და მათ შორის მათ დაინტერესება გამოხატეს ვაზიანის აეროპორტთან მიმართებაში. ანუ კომპანია მონაწილეობას მიიღებს იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვაზიანის აეროპორტის პარტნიორის შესარჩევად გამოაცხადებს. მქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან. მე მქონდა შეხვედრა ვაჭრობის მინისტრთან, ისევე როგორც ტრანსპორტის მინისტრთან, ასევე ინოვაციების მინისტრთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას, იმისთვის რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა. ასევე ჩვენ მქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. ჩანგის აეროპორტი არის მსოფლიოში აღიარებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით და ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას. აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი სინგაპურში გრძელდება. მთავრობის მეთაური უკვე ხვალ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ადლობა ნუსაკოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე. ისაუბრეს პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. ხაზი გაისვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში. იმჯერეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტით მოიწვია. მთავრობის მეთაურმა ისტანას რეზიდენციის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში ჩემი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევ როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოსა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. პრემიერმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებულ
განვითარებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. პრემიერ-მინისტრმა სინგაპურის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პატივი მქონდა შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა, განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მარიამ მქრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. განიხილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის დარგებში თანამშრომლობის საკითხები. მარიამ მქრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს როგორც რეგიონული სატრანსპორტო ლოჯისტიკური ჰაბის განვითარებაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინვესტიციებზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, როგორც არის პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები, აეროპორტები და სხვა. ეკონომიკის მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრთან. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქვეყნების ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისა და ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე. მინისტრებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტული მიმართულებები და გამოხატეს მზადყოფნა გააღრმავონ პარტნიორობა, მათ შორის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმართულებით. So much for your usual warm hospitality. So great to have opportunity to. ოფიციალური ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შემდეგ თბილისში იმედოვნებენ, რომ საქართველოს-გერმანიას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება და ჯანსაღი დიალოგის ფორმას დაუბრუნდება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა მცდარი ინფორმაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული. ხვალ კი საქართველოს ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის შეხვედრა იგეგმება. ალექსანდრე კარტოზია ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პროცესი გერმანული მხარის მიერ 10 თვე გაჭიანურდა. საქართველოსთან მიმართებაში ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დროს შემთხვევა გერმანიის ყოფილი ელჩის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას, რაც მართლ გუნდს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პიტერ ფიშერი საქართველოს-გერმანიის ურთიერთობებში ნეგატიურ როლს ასრულებდა. გერმანულმა მხარემ იცის, რომ ამ უსამართლობების მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავფუძვლოთ და აღვადგინოთ ის პარტნიორობა, რაც გვაკავშირებდა ყოველთვის ამ ქვეყანასთან, ამ ხალხთან. ბატონმა ფიშერმა, რა თქმა უნდა, დააზიანა მიზანმიმართულად ეს ურთიერთობები და ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად მოგვევლინა და ბოლოს თავი მიდა გვამახსოვრა სხვა შორის, რომ ლომჯარია გააპარა საელჩოთი საკუთარი მანქანით. თუმცა ვხედავთ, რომ რაღაცა პოზიტიური ნიშნები არის, მინიმუმ ის ხდება, რომ რაღაცა ტყუილების კასკადიდან გამოდის ეს ურთიერთობა და ის წაშალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თურმე ზურაბიშვილი იყო, რაც წლების განმავლობაში იყო მათ ოფიციალურ ვებგვერდზე. გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური გრევით იყო დაკავებული წინა ელჩი გერმანიისა ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა, რომ სრულად გასული იყო დიპლომატიური ყველა ჩარჩოდან და ყველა სტანდარტიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყავდეს ელჩი გერმანიაში, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ინტერესები რაც არის ეს დაფიქსირებული იყოს გერმანიის სახელმწიფოსთან და ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყოს ისე, როგორც ეს შეეფერება ქართველ და გერმანელ ხალხს და არა ისე, რომელსაც აკეთებდა პეტერ ფიშერი, რომელიც მათ შორის სამწუხაროდ ახალისებდა კიდეც ძალადობას, იდგა რა ძალადობით გამორჩეული სიზურლის ენით გამორჩეული ადამიანების გვერდით. მას შემდეგ რაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აწუკვე ყოფილმა ელჩმა ბატონმა ფიშერმა დატოვა საქართველო და დატოვა ზოგადად დიპლომატიური სამსახური. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიწყო იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც ძალიან უხერხულ სიტუაციაში აგდებდა, შეიძლება ითქვას, თავად გერმანიას და გერმანიის სახელმწიფოს და წარმოაჩენდა მათ არაჯანსაღ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით. ელჩი ეწეოდა იმგვარ საქმიანობას, რომელიც არათუ ორიენტირებული იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, არამედ პირიქით. ფაქტობრივად ყველაფერი კეთდებოდა მისი მხრიდან იმისათვის, რათა ეს ურთიერთობები დაზიანებულიყო.
პატიმრობა სიძულვილისენის გამოყენების ფაქტზე ვახოსანაიას საკუთარ სახლთან დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უმაღლესი თანამდებობის პირის საჯარო შეურაცხყოფისთვის 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს ფორმულა ჟურნალისტისთვის სიძულვილისენის გამოყენების მესამე ფაქტია, წინაურ შემთხვევაში მას ჯარიმა დაეკისრა, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა განმარტა, ვახოსანაიას სასამართლოსა და შესაბამისი უწყებების მიმართ უპატივცემლობასა და დაუმორჩილებლობას აცხადებს. მან დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადა, არც ერთხელ გამოცხადდა სასამართლოში და სავალდებულო დაცვაზეც უარი თქვა, პარალელურად კი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში საჯარო შეურაცხყოფას აგრძელებს. რაც არ უნდა ჯარიმა დაწერონ, რა პატიმრობაც უნდა გამოიყენონ, რა საჟერიზომაც უნდა გამოიყენონ, არ გავჩუმდები. მე მიმაჩნია, რომ რაც წერია სტატუსში, სტატუსებში, ეს არის ჩემი პოზიცია. ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდამრღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლოს ხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდამრღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძის საქმეზე იმსჯელა, რომელმაც სოციალურ ქსელში დეკანოს ანდრია ჯაღმაიძე შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლომ ბადრი შუბლაძეს სამართალდამრღვევად ცნოდა, 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადასხდა დააკისრა. სამართალდამრღვევი ჩადენილ ქმედებას ადასტურებს. ჩემს კომენტარში მას უწოდე, რომ ის არის ღორი, რომ ის არის არ ქართველი, რომ ის არ გრუზინიც კი არ არის და აი ამ კომენტარის გულისთვის გამასამართლეს და მომისაჯეს 2000 ლარი ჯარიმის გადახდა. გადახდა ის უნდა გადავიხადო, მე კი გადავიხდი იმას, კანონს არ შევეწინააღმდეგები. ბადრი შუბლაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანდრია ჯაღმაიძეს და იგი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ჯეკ დენიელსის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით ჯეკ დენიელსის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებული საწყობში ინახავდნენ. ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 22400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს. დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას ედავება, მათ 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდებმა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. შანხაიში მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში 17-მა ქვეყანამ და 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა. ოქროს მედლის მფლობელ ქვეყნებს შორის საქართველოს ნაკრები 22 ადგილზეა, ხოლო 17 მონაწილე სახელმწიფო გუნდის გუნდური შედეგით 53 ადგილზე გავიდა. სკოლებისა და შესაბამისი ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე განათლების სამინისტრო ყოველწლიურად დამატებით აფინანსებს სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობას. ჩვენმა მოსწავლეებმა არაერთ ევროპის თუ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა. ჩატარდა შანხაიში 67-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა მათემატიკის მიმართულებით, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა მათემატიკაში ოქროს მედალი მიიღეს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად 600.000-დან 1.200.000 ლარამდე ბიუჯეტს გამოყოფს იმისთვის, რომ შეარჩიოს მოსწავლეთაგან დაკომპლექტებული გუნდები და ისინი საქართველოს სახელით წარდგნენ არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მაქსიმალურად ვზრდით დაფინანსებას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ოლიმპიადაში მიიღონ ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა. განათლების მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმში წმინდა მარტათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრსა და თავმჯდომარეს გიმნაზიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა უმასპინძლა და სასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გიმნაზიაში შექმნილია სრულად გამართული სასწავლო გარემო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიურ მოთხოვნილებებს შეესაბამება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასწავლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე. გივი მიქანიძემ და ზურაბ პატარიძემ ასევე ყოველთა წმინდათა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს. მეუფემ გვიმასპინძლა დაგვათვალიერებინა და გაგვაცნო ის სასწავლო პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კომპლექსში, სადაც 120-მდე ბავშვს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულფასოვნად მიიღოს არა მხოლოდ განათლება, არამედ სახელოვნებო მიმართულებით სხვადასხვა უნარებს დაეუფლოს და რაც მთავარია, ეს სკოლა მაქსიმალურად ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. მეუფე დიმიტრის პატრონაჟით აქ მიმდინარეობს სწავლა, განათლების მიღება, ხედავთ ჩვენ აქ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ ზოგადად პროცესს, ხედავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ზრუნვა ბავშვებზე. ასე ყოველ ინფორმაცია 4-ზე მე მითქემ შტობები და ელდე ჩიცას დღის თავის სახელების შესახებ ანაშორდა უფრო სად მოგიყვებათ ნახვამდის.